ბექატორია ზურგები. ალექსანდრე ბალაძე ბათუმი. ეს კომპლექსით რადიკალურად განსხვავდებიან. ბევრად უფრო მაღალია ალექსანდრე ბალაძე ძალიან იოლად მოიგო, მაშინ გუშინდელი შეხვედრა. ნახევარფინალი პირველივე რაუნდში. პირველივე წამზე დაახლოებით ასევე მოიგო პირველივე წამებზე გაუშვა ბალაძემ გუშინდელი მეტოქი ნოკდაუნში და პირველივე რაუნდში მოიგო მან გუშინში შეთავის ნახევარფინალზე შეხვედრა საბა უკუჯავასთან. მეორე ნოკდაუნი. შეჭრიდა საგნო. ალექსანდრე ბალაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად 80 კილოგრამამდე წონაში. მეორე დროზე გავიდა ბექატორია ზუგდიდი. და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საბა უკუჯავამ ხობი და სანდრო გურასპიშვილმა თელა. ათომას დაასრულა ასპარეზობა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედლით. როგორც ჩემპიონის ემოცია ძალიან საკმაოდ კარგად იყო მობილიზებული ეს შეჯიბრი ჩავატარი 4 ხუთშაბათს საიდანაც 4-ვე დავამთავრე ვადაზე ადრე ეგრევე TKO-თი მომზადები ეს ყველაფერი კი მოხდა ჩემი მომზადების ხარჯზე რადგან ძალიან დიდი დროის განმავლობაში ვემზადებოდი დღეს ორჯერ ვარჯიშების გამო და თავდაუდებელი შრომის ფასად
შემოვახერხეთ და გაგვხდი საქართველოს ჩემპიონი. ხოლო შემდგომისთვის მომიმზადებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთად გავივლით შეკრებებს და მომიმზადებით შემდეგი ტურნირებისთვის, როგორც არის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი. მეტოქეების გითხარი ერთ-ერთი. მეტოქეებზე რო გითხრათ, კარგი მეტოქეები იყვნენ, კარგად მომზადებული, მაგრამ ჩემი მომზადების ხარჯზე დავაშევძე და დავამარცხე ისინი. და ბოლოს როგორი გზნობა? როგორი გზნობა, რა თქმა უნდა, შენ ქალაქში სახში რო იგებ მაინც სუსვაგ გზნობა ყველა შენი მეგობარი ნათის და ოჯახის წევრები და ეს სტიმულს გაძლევს რაღაცა და უფრო მეტი გააკეთო და უფრო მონდომებული ხარ.